გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესია უნდა გაეშუქებინა, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა იმედსა და პოსტივისაც. ცდილობენ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ, ასე შეაფასა აკრედიტაციაზე უარი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ იმ ევროპარლამენტარების შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, ვინც მედიის სანქცირებას ითხოვს. აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებები, ასე აფასებს ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის ნიშნულს უახლოვდება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს. 2 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა კიევში მასირებული იერიშის შედეგად. ამერიკის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა 2დღიანი სამიტი დაიწყეს. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.